ღამის სერენადები 2020 დასრულდა დასკვნით კონცერტს თბილისმა უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კამერულმა ორკესტრმა, საქართველოს ვირტუოზები, დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა და პიანისტმა სანდრო ნებიერიძემ. ვატარებთ ამ ფესტივალს ძალიან რთულ პირობებში პანდემიის დროს და ძალიან კარგია რომ ეს ტარდება, იმიტომ რომ მუსიკა არის ერთ-ერთი საშუალება, რომ ადამიანებს სიხარული მოუტანოს და ის ძალა, რომ მან გადალახოს სირთულეები. განსაკუთრებით დიდი ძალა აქვს კლასიკურ მუსიკას ამ მიმართულებით და ძალიან მიხარია, რომ ეს ფესტივალი შედგა. უჩვეულო ფორმატით ჩატარდა წლევანდელი ღამის სერენადები. ჩვენ ძალიან ბევრს ფიქრობდით, თუ რა მიმართულებით წავსულიყავით, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი მსმენელისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ათასობით კლასიკური მუსიკის მოყვარული გავახარეთ ამ ზეიმით. შესრულებული იქნა მთელი რიგი არაჩვეულებრივი ნაწარმოებებისა, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი კომპოზიტორების. შესდგა პრემიერები. პირველად შესრულდა სპეციალურად ფესტივალისთვის დაწერილი ფანტასტიკური საფორტეპიანო კონცერტი სანდრო ნებიერიძისა. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ამ შეზღუდულ ვადებში, ამ ურთულეს ნაწარმოებების შესწავლისათვის და შესრულებისათვის მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანს და ჩვენ შესანიშნავ საბაზო ორკესტრს საქართველოს ვირტუოზები. ფორტეპიანო კონცერტი, რომლის პრემიერაც გაიმართა დღეს, შესრულდა ფესტივალის ორკესტრის და მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით და ეს არ არის ჩვეულებრივი დამთხოვა, რამდენადმე ეს ყველაფერი დავწერე ბატონი გიგა ისაკაძის ფესტივალის ერთ-ერთი ხელმძღვანელის დაკვეთით. მიხარია, რომ პრემიერაც ამ ფესტივალს ეკუთვნის, უბრალოდ გვეკუთვნის და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ ნაწარმოებს შევქმნი ფესტივალისთვის, დიდი სიამონება და პატივი იქნება ეს ჩემთვის.